ტენილი ყველის დამზადების წესი დღეს ცოტა ვინმეს თუ ახსოვს. ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთის მკვიდრი თამარ სედგინიძე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქალბატონთაგან, რომელთა წყალობითაც ამ უძველესი ქართული ყველის დამზადების ჩვეულებამ ჩვენამდე მოაღწია. ტენილი ბოლო დრომდე მესხეთში იყო ყოფაში შემორჩენილი. დვრიტა ანუ კვეთი, ასე ქვია რძის შესადედებელ სითხეს, რომელსაც მაჭიკისაგან ამზადებენ. მაჭიკი ზოგიერთი ცხოველის კუჭის ნაწილია. მას ამარილებენ და ახმობენ. მაჭიკზე შრატს დაასხამენ და მასში ქვამარილს ჩააგდებენ. დვრიტა რამდენიმე დღეში მზად იქნება. ტენილი ყველი მოხდილი რძისაგან მზადდება. დილის ნაწველი საღამომდე, ხოლო საღამოს ნაწველი დილამდე ნაღებს მოიკიდებს. ნაღებს სათუთად მოხდიან და შეინახავენ. ის ტენილის დასამზადებლად დასჭირდებათ. ნაღებ მოხდილ რძეს ერთი დღეღამით დაასვენებენ. ყველა რძისგან ტენილი არ გაკეთდება. ქალბატონი გემოს გაუსინჯავს რძეს და მისგან საცდელ ყველსაც კი ამოიყვანს, რათა მიხვდეს ეს რძე ტენილისთვის ვარგა თუ არა. თუ კი საცდელი ყველი კარგად გაიწელა, ტენილის დამზადებას შეუდგებიან. თუ არა და ამ რძისგან ეგრეთ წოდებულ ჩეჩილ ყველს გააკეთებენ. ეკა მომიტანე ხოლმე. მომიტანე რომ ზაფხული არ დავამჯეროთ ყველი. ცხელა რძეში გამოზომილად ჩაასხამენ დვრიტას. რძეში თანდათან განცალკევდება ყველი და შრატი. დაწვრილების დროს ქვაბში შრატი სულ ცხელი უნდა იყოს. ამიტომაც გამუდმებით ასხამენ მასში მდუღარე შრატს, ხოლო შეგრილებულს ცეცხლზე შემოდგმულ ქვაბში აბრუნებენ.
ყველის დაწვრილება 20-25 წუთს გრძელდება შეუსვენებლად. როცა ყველი თმის ბეწვისოდენა გახდება, ცხელი შრატიდან ცივ წყალში გადაიტანენ. ყველის ბეწვები ერთმანეთს არ უნდა მიეკრას. ბოლოს ყველს 10-15 წუთით მარილ წყალში ჩადებენ და ჭერზე ჩამოკიდებენ. ტენილის გასაშრობად გადებულ ჯოხს მესხეთში ჭერს ეძახიან. ყველი მთელი ღამე იწრიდება და შრება. მეორე დღეს ყველს დაჭრიან და მაგიდაზე გაშლიან. ასე შეინახება იგი კიდევ 1-2 დღით, სრულ გაშრობამდე. როცა ყველი მთლიანად გაშრება, ნაღებს წაუსვამენ. ამო როგორც მესხეთში იტყვიან და ნახტავენ. გობს, რომელშიც დანახული ყველია მოთავსებული, ააყუდებენ და 2-3 დღით გააჩერებენ, რათა ნამზადი შატისაგან მთლიანად დაიწუროს. ტენილ ყველს დასამწიფებლად თიხის ქოთანში ჩატენიან. ამიტომაც ქვია მას ტენილი ყველი. იგი ქოთანში ისე მაგრად უნდა ჩატენო, რომ მასში ჰაერი არ დარჩეს. ყველის დასამწიფებელი ქოთანი წინათ სხვადასხვა ზომისა იყო, იმის მიხედვით თუ რამდენი ტენილი ყველის მომზადება შეეძლო ოჯახს. მესხური ოდის ეგრეთ წოდებულ საცივო ოთახში ფიცარს დადებენ და მასზე ნაცარს მოაყრიან. ყველით გატენილი თიხის ქოთანი სწორედ ნაცარზე უნდა დაამხონ, რათა მისგან ნაღების შრატი დაიწუროს. ნაცარზე დამხობილ ქოთანში ტენილი ყველი 2 თვის განმავლობაში მწიფდება. ტენილი ყოველდღიური საჭმელი არასდროს ყოფილა. ქოთანს დიდ დღესასწაულებზე, უფრორე შობას ან აღდგომას, ან საქორწილოდ გადმოაბრუნებდნენ და გახსნიდნენ. ტენილი უგემრიელესი საჭმელია. ქორწილში დიდებული სუფრა ჰქონდათ, ტენილი ყველიც კი იყო, იტყოდნენ ძველად მესხეთში.